დღეს გვექნება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ამავდროულად რთული კერძის ეპიზოდი. არც ისე მარტივი მინიშნება მოგეცით. მით უმეტეს წინ მიდევს ლუდი ბენედექტინერი, რომელიც შევეძინე ნიკოლას სუპერმარკეტში და ძალიან კი უხდება ჩვენს კერძს, მაგრამ დღეს არა მხოლოდ მისადევნებლად, არამედ ვიხმართ როგორც ინგრედიენტს. და დღეს გავაკეთებთ ქართული კულინარიის ერთ-ერთ ყველაზე დამსახურებულ წევრს, მწვადეს. რომელიც მართლა ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ნამდვილ კახურ მწვადეს, როგორც ნამდვილი კახელები, ნამდვილი მწვადის მოყვრელები ეძახიან, ჭირდება მხოლოდ ხორცი და მარილი. მაგრამ კერძს, რომელსაც ამდენად მწირი ინგრედიენტები ჭირდება და თან ესეთი გემრიელია, ანუ რაღაც ხრიკები არსებობს, რომელიც აგემრიელებს ამ ხორცს ესე ძალიან. სწორედ დღეს გადავიმეორებთ, ვინც ვიცით და ვისწავლით, ვინც არ ვიცით, იმ ხრიკებს, რომელიც ხდის მწვადს მწვადად. და ასევე გავაკეთებთ ერთ არატრადიციულ ვარიანტს, რომელსაც დავაბასტურებ. მე დიდად ბასტურების მოყვარული არ ვარ, მაგრამ ექსპერიმენტების მოყვარული ვარ. და დღეს გვექნება ექსპერიმენტი ბენედექტინერთან ერთად. ვისაც ბევრი მწვადი შეგეწვიათ, იცით რომ მინერალურ წყალში ამარინადები ხოლმე ხორცს და ჩვენ მინერალურ წყლის მაგალითად ვიხმართ ლუდს. ლუდის გაზირებული ხასიათი თავისას იზავს და კარგად დაგვიბასტურებს ჩვენს მწვადს და ასევე ბენედექტინერის უგემრიელესი არომატი და გემოც ვფიქრობ, რომ წესით უნდა მოხდეს ძალიან ჩვენს მწვადს. ამიტომ ვცადოთ. ხო და დავიწყოთ იმ ხრიკების შემოსვლა, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენი მწვადი იყოს ყოველთვის იდეალური. ხრიკი ნომერი 1. ხრიკი ნომერი 1, რა თქმა უნდა, არის ხორცის არჩევა, რადგან მწვადი მართლა უმარტივესი კერძი ერთ შეხედვით და მხოლოდ ხორცი და მარილი ჭირდება. ხორცს ალბათ ხვდებით რამხელა მნიშვნელობა აქვს. მარილი მაინც მარილია, მაგრამ მარილიც ასე ვთქვათ იყოფა კატეგორიებით. ხორცი, რომელიც მწვადის უნდა ვიხმაროთ, არის სამნაირი ბუნების. ერთი არის ფენა ჩალაგებული მზეური, ასევე კისრის ნაწილი ძალიან გემრიელია და ასევე ნეკნის მხარე. ასევე შეგიძლიათ რომ ანტრეკოტიც გამოიყენოთ, მაგრამ ასევე აქ ამას ნეკნიც და აქ აი რბილიც. და მე რადგანაც ორნაირ მწვადს ვაკეთებ, ეს ტრადიციულ კახურს ვიხმარ კისრის რბილს, ხო დამარინადებულისთვის, რომელშიც გამოვიყენებ ბენედექტინერს, ვიხმარ ანტრიკოტს. ხორცს მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ყოველთვის შეეცადეთ, რომ არასდროს არ იყიდოთ ხორცი, რომელსაც ქონი არ აქვს. ეს ქონი შეწვისას მაინც დადნება და ქონი ვისაც არ გიყვართ, იცოდეთ, რომ არ შეგაწუხებთ. რადგანაც ხორცი უკვე გავიარეთ, ეხლა კი ხრიკი ნომერი 2, ანუ მარინადი. დიდი მწვადეს მოყვარულები და კახელები ეხლა შემომჩილებენ, რომ მარინადი არ ჭირდება ხორცს და მეც გეთანხმებით, რა თქმა უნდა. მაგრამ არსებობს ხორცები, რომელსაც ჭირდება ხოლმე მარინადი. მარინადი არის იმისთვის, რომ ჩვენ გავაკეთილშობილოთ ჩვენი ხორცი. როდესაც იდეალური ხორცი არ გაქვს, მას ჭირდება დარბილება. ბევრი ადამიანის ხრიკია მინერალური წყალი ან გაზიანი სასმელი. ეს გაზიანი სასმელი, როგორც თქვი, შეიძლება იყოს მინერალური წყალი, ან დღეს ჩვენ ვიხმართ ბენედექტინერს. და ეხლა გავარკვიოთ თუ რა შვება გაზიანი სასმელი. გაზიანი სასმელი ღრმად აღწევს ბოჭკოებს შიგნით და ისე რომ არ უკარგავს გემოს, ასე ვთქვათ, აზიანებს ბოჭკოებს და უფრო არბილებს ჩვენს ხორცს. ხა კი გავაკეთოთ უმარტივესი მარინადი ბენედექტინერის ლუდთან ერთად. სანამ დამარინადებაზე გადავალთ, მანამდე მოგიყვებით პატარა ისტორიას ბენედექტინერის შესახებ. ბენედექტინერი არის პრემიუმ ხარისხის გერმანული ხორბლის ლუდი. ის სათავეს იღებს ელის მონასტერში, სადაც თავდაპირველად მას ბერები ხარშავდნენ. ის მათი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ხოლო მას შემდეგ ბენედექტინერი გახდა მსოფლიო ბრენდი, რადგან მისი ნაზი გემო და ბანანის და ციტრუსის არომატები გულგრილს არ ავისტოვებს. შეძენა შეგიძლიათ უამრავ ქვეყანაში მსოფლიოს გარშემო და ასევე საქართველოშიც ნიკურა სუპერმარკეტში. ამიტომ თუ არ გაგესინჯავს, ვფიქრობ რომ უნდა გასინჯო. ეხლა კი ჩვენი ბენედექტინერი გადავდოთ გვერდზე. ავიღოთ საჭრელი დაფა, დანა და ხახვი. გავაცალოთ კანი ჩვენს ხახვს და დავჭრათ ალყა წვრილად. ავიღოთ 1 ცალი ჯამი, ჩავყაროთ ნახევარი ხახვი, ისე ზოგადად თუ აკეთებთ ხოლმე 3 კილო ხორცის მარინადს, ჯობია ხოლმე დაახლოებით 1,5 კილო ხახვი, ან 600-700 გრამი ხახვი მაინც იხმაროთ. მოუზილოთ ჩვენი ხახვი, რომ წვენები გამოუშვოს. სხვათა შორის ბევრმა არ იცის და მინდა ვთქვა, რომ ხახვის ეს წვენი, რაც არის, ასევე ხორცს არბილებს და არა მხოლოდ ლუდის და გაზირებული სასმელის გაზი არბილებს, არამედ ეს ხახვის წვენიც არბილებს ჩვენს ხორცს. და ასევე ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ უკეთესი გემოქონდეს. ეხლა ავიღებთ ჩვენს ხორცს, ერთსაც და მეორესაც, კარგად ამოვავლებთ ესე. ასევე მოვაყრე პილპილების მიქსს. ასევე მოვაყრე
ასევე მოვაყრე პილპილების მიქსს, რომელიც ასევე შევიძინე ნიკორას სუპერმარკეტში. ასევე მოვაყრე პილპილის მიქსს, უკრაინული ბრენდის პრიპრავკასი, რომელიც ასევე შევიძინე ნიკორას სუპერმარკეტში. მარილს ჯერ არ ვაყრე, მარილს მოვაყრე შეწვის დროს. ეხლა ავიღოთ ლუდი. თურმე ჭიქაც მოყვება ამას. ეხლა კი დავამატოთ ჩვენი ბენედექტინერი და ვნახოთ თუ როგორ მოხვდება მისი ციტრუსოვანი არომატი ჩვენს მწვადს. საინტერესო სუნი აქვს უკვე. მარინადი უკვე მზად არის და დაახლოებით 3-4 საათი მაინც მაცივრო შეენახოთ, რომ კარგად გაუჭდეთ გემოები. თუ ხვალ ელოდების სტუმრებს შეგიძლიათ რომ მარინადი მთელი ღამე დატოვოთ. არც ეგ არ არის პრობლემა. ეხლა ამას მე შევინახა მაცივარში და მანამდე კი რას ვაკეთებთ? Weissbier. ახლა კი ხრიკი ნომერი 3. ძალიან ხშირი არის ხოლმე 10 მისას დაშვებული შეცდომები და ერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ ხოლმე შამპურზე 10 მისას, ზუსტად შუაში უნდა გაატაროთ შამპური და ასევე მეორე ხრიკი ძალიან მჭიდროდ უნდა ააცვათ თქვენი მწვადები შამპურზე და არ უნდა იყოს მათ შორის გამოტოვება. ძალიან დიდი შანსია, რომ როცა მჭიდროდ არ არის მწვადი, გამოგიშვათ. ამიტომ ეგ შეცდომა არ დაუშვათ. აი ესე ჩვენი 10 ფული მწვადი და ხედავთ როგორ მჭიდროდ არის, მათ შორის არანაირი გამოტოვება არ არის და ჯერ რა თქმა უნდა მარილს არ ვაყრეთ, მარილს ვაყრეთ შეწვის წინ. აი ეს არის იდეალურად 10 ფული მწვადი. და შუაში რატო ვაკეთებთ და რატო ვაცმევთ შუაში, რომ თანაბრად შეიწვას ჩვენი მწვადი. ერთი რაც უნდა იცოდეთ და ალბათ ყველა მეცნიერს მწვადი ოდესმე გიჭამიათ, არაზოს არ იწვება მწვადი ღია ცეცხლზე. ანუ მწვადი იწვება მხოლოდ ნაკვირჩხალზე. ეს ნაკვირჩხალი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ნახშირის და შეიძლება იყოს წალამის. წალამის უმჯობესია ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე უფრო ეგ მიყვარს, რადგან ვფიქრობ, რომ წალამი ძალიან გემრიელ არომატს აძლევს ჩვენს მწვადს. ვინც გადაწყვეტ, რომ ხის ნახშირზე გააკეთოთ, ჯერ კარგად დაწვით და დაელოდოთ, რომ ჩაქრეს ცეცხლი, თეთრი გარსიც დაიფარება, ანუ მზად არის შესაძლოა. მაგაც გაითვალისწინეთ ხოლმე. და კიდე ერთი ძალიან დიდი შეცდომა, რასაც უშვებენ წალამით შეწვის დროს, არის რომ ძალიან ადრე ანთებენ ცეცხლს და მერე უფუჭდებათ ნაკვირჩხალი. ამიტომ ჯერ ყველაფერი გააკეთეთ, ააცვით, მოემზადეთ ფსიქოლოგიურად, რომ იწყებთ მწვადის შეწვას და მერე დაანთეთ ცეცხლი. წალამი ძალიან მალე იწვება. რაც შეეხება ცეცხლის დანთებას, ეს არის წალამი, ვინც არ იცით. ანუ გასხლული ვაზი. და ახლა ვიღებ თივას, ან შეგიძლიათ რომ იყოს ფურცელი, მაგრამ ორგანიკ. და ესე წავუკიდებთ ცეცხლს ჩვენს თივას. შემდეგ ეს თივა მოეკიდება წალამს, შემდეგ წალამი დაიწვევა, შემდეგ მოეკიდება ჩვენს მწვადს და შეიწვევა გემრიელი მწვადი. და კიდე ერთი რაც უნდა იცოდეთ, ქარი არაზოს არ არის თქვენს წინააღმდეგ. პირიქით, ქარი არის თქვენი მეგობარი ცეცხლის დანთების დროს. მაგან უფრო მეტი ჟანგბადეში აქვს ცეცხლთან და ცეცხლი ჟანგბადის გარეშე არ ჭდება. ეხლა კი დავასვათ ჩვენი წალამი დაიწვას, გახდეს ნაკვირჩხალი და შემდეგ დავუდოთ ჩვენი მწვადი. და ეხლა ავიღოთ მარილი და მოვაყაროთ ზემოდან ჩვენს ხორცს. ეს ბევრი მარილი უხდება. ზოგადად ხორცს, ეს კარგად გადაუსვათ და დავუდოთ მაყალზე. ეხლა კი გადავანაწილოთ თქვენით ნაკვირჩხალი, ისე რომ ძალიან არ დაწვას ჩვენი ხორცი, ძალიან არ დაწვას ჩვენი ხორცი, ესე გადმოვატრიალოთ. და დავიწყოთ შეწვა. ერთი რაც უნდა იცოდეთ და ხშირად დაშვებული შეცდომა არის ხოლმე, რომ არ ვიხმაროთ ცეცხლი როცა მოეკიდება წყალი. ანუ როდესაც ცხიმი დარენდერდება და დაესხმება ზევიდან წალამს, აუცილებლად წაეკიდება ცეცხლი. მაგისთვის მზად უნდა იყოთ. ვიღებთ მარილს და მარილს ვაყრით იმ კონკრეტულ ადგილას. მარილი ისე ჩაქროს მაგ ცეცხლს, რომ არც სიძლიერე მოვაყრდება ჩვენს ნაკვირჩხალს და ცეცხლის იქნება ლოკალიზებული. ასევე რაც შეეხება შეწვის ტექნიკას. მწვადი აუცილებლად ძალიან ხშირად უნდა ვატრიალოთ, რომ შეიწვას თანაბრად და ეს წვენები რაც აქვს, ყველაფერი გადაანაწილდეს თანაბრად. ესეც ჩვენი ტრადიციული კახური მწვადი, ესეც ჩვენი ბენედექტინეში დამარინებული და ეხლა დროა რომ გავსინჯოთ. მწვადი ჭვივა ხელით. დროა დავაგემოვნოთ ჩვენი ექსპერიმენტი. ლუდის არომატი ნამდვილად აქვს. იმას ერთ შეხვედრით არაფერი აკლია, მაგრამ შემდეგ ამას ვსინჯავ დამარინებულს, ხვდები რომ შეიძლება რომ უკეთესი ყოფილიყო ეს ხორცი. ამას უყურებთ.
მოკლედ აგარაგზე თუ ხარ და აპირებ მანდ უყურო ფეხბურთს შენ მეგობრებთან ერთად. გადაპატეჯო მწვაძზე. ამ ეპიზოდს ნაუყურო. უნდა შეიძინო კარგი ღორის ხორცი, ბენედექტინერი და ვფიქრობ, რომ ეგეთი გემრიელი ფეხბურთის ყურება ჯერ არ ქონია არც შენ და არც შენ მეგობრებს და შენ სტუმრებს. ამიტომ გამოიწერე ჩემი არხი, რომ ნელ-ნელა დაამუღამო და ისწავლო ის რაღაცეები, რაც შენ ცხოვრებაში გამოგადგება. დაალაიქოთ ეს ვიდეო, რომ ერთად ავაშენოთ სუფრის კოვზის პატარა კიბერსოფელი. Bye!